და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ამ წლის ნოემბერში რომ არის ამერიკაში კონგრესის შუალედური არჩევნები, სადაც დიდი ალბათობით როგორც ექსპერტები, საერთაშორისო ექსპერტები თვლიან 80%-იან ალბათობას დებენ იმისი, რომ ქვედა პალატაში, ანუ წარმომადგენელთა პალატაში, როგორც მინიმუმ დემოკრატიული პარტია აიღებს უმრავლესობას, რა თქმა უნდა, ეს სერიოზულად შეცვლის ვითარებას უკრაინის სასარგებლოდ, ხოლო თუ კი ორივე პალატაში დემოკრატიული პარტია აიღებს უპირატესობას, ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო დამძიმდება პუტინისა და ზოგადად პუტინის მოკავშირეების მდგომარეობა მთელ მსოფლიოში. ახლა საქმე რაშია? ტრამპი ვინაიდან იმისათვის რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაემარჯვა, ის პირდება, მასთვის იმდენად უნდა რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, რომ ის პირდებოდა ამერიკის ამომრჩეველებს, რომ თუ მე გავიმარჯვებო საპრეზიდენტო არჩევნებშიო, ინაგურაციამდეც კი ამბობდა რომ დაამთავრებ თავის ინაგურაციამდეც კი ამბობდა რომ დაამთავრებდა ზემოხსენებულ ომს და მისი ინაგურაციიდან უკვე გასულია წელიწადი და 5 თვეზე მეტი. და აქედან გამომდინარე ეს მის რეიტინგზე ცუდა დაისახება და კონგრესის არჩევნების წინ რა თქმა უნდა მას ეშინია ნებისმიერ ისეთი რამაც შეიძლება იმოქმედოს, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მის რეიტინგზე და აქედან გამომდინარე მოგეხსენებათ მისი მხრიდან არაერთხელ იყო რომ იყო ასეთი ფაქტები, მაგალითად ეცახში კამათი მასა და ზელენსკის შორის, რომ ზელენსკიზე ახდენდა ზეწოლას, რომ ზელენსკი ვინაიდან პუტინი ზემოხსენებული მიზეზიდან გამომდინარე ვერ აჩერებს ომს, რადგან ვერ იღებს იმ ტერიტორიებს, რაც თავისი მხრიდან რუსეთის ტერიტორიებად გამოაცხადა, აქედან გამომდინარე, მაშინ ტრამპმა მერე სცადა, რომ ზელენსკი დაეთანხმებინა იმაზე, რომ რაც ვერ აუღია პუტინს. უკვე ამდენი ხანია რომ ვერ იღებს და ამასობაში თვითონ რუსეთის ტერიტორიების რო ინტენსიურად იბომბება, ის ტერიტორიები დაუთმეო, ანუ რასაც ვერ იღებს, იქიდან ჯარები გაიყვანეო და 28 პუნქტიანი შეთანხმებაც ამას ითვალისწინებდა, რაც ტრამპმა შესთავაზა ზელენსკის, რაც ფაქტიურად ნიშნავდა უკრაინის კაპიტულაციას, მაგრამ ამას წინააღმდა უკრაინის მოსახლეობა, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ზოგადად სოფლიო დემოკრატიული სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი ამას წინააღმდა თვითონ ამას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის რესპუბლიკურ პარტიაში, მათ შორის რესპუბლიკურ სენატორებს შორის და რესპუბლიკის სენატორებს შორის, ანუ ტრამპის თანაგუნდელებს შორის და ტრამპს უკვე შეეშინდა, რომ თავის გუნდშიც განხეთქილება მოხდებოდა და მე ამ მიმართულებით უფრო შეარბილა პოზიცია, მაგრამ თავისი მხრიდან მაინც წინა ადმინისტრაციასთან შედარებით ძალიან ნაკლებად უწყობს ხელს უკრაინას, მნიშვნელოვნად შეამცირა დახმარება უკრაინაზე, ანუ ძირითადად ახლა ამერიკა ეხმარება იმით კოსმოსური დამიზნებით, ანუ კოსმოსური ინფორმაციის გადაცემით, როდესაც უტევენ უკრაინის დრონები რუსეთში არსებულ სამხედრო ინფრასტრუქტურას, ამ დროს მათ ეხმარება ამერიკის სამხედრო, ამერიკის კოსმოსური სისტემა სწორ დამიზნებაში. დანარჩენი თითქმის მთლიანად შეუწყვეტა დახმარება ამერიკასთვის უკრაინას და ახლა ამ ცოტა ხნის წინ იყო ამერიკის კონგრესის ქვედა პალატამ, წარმომადგენელთა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 8 მილიარდი დოლარი გამოიყო უკრაინისათვის და მათ შორის ახლა რესპუბლიკურ პალატაში, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს უმრავლესობა აქვთ, მაგრამ თუ არ ვცდები 18 წარმომადგენელთა პალატის წევრი რესპუბლიკელის მიემხრო ამ კანონს და ხმამისცეს ამ კანონს. ტრამპის მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი წინააღმდეგი იყო, მაგრამ ახლა ტრამპი ამასა და მისი მომხრეები ახლა სენატში აფერხებენ, რომ ეს დადგენილება თუ როგორც ქვია, ეს გადაწყვეტილება რომ შევიდეს ძალაში და იმიტომ რომ საჭიროებს სენატის დამტკიცებასაც და ახლა როდესაც გავეცანი ინფორმაციას, ანუ სენატმა თქვათ და რომ დაამტკიცოს, ტრამპი მაინც დააბრკოლებს, რომ შემდეგ მოგეხსენებათ ამერიკაში პრეზიდენტის დიდი ძალაუფლება აქვს, ვეტოს დადება და ათასნაირი მექანიზმები არსებობს. ანუ საბოლოოდ მაინც შეაჩერებს რომ ტრამპიო ახლა ამ ეტაპზე ამ დახმარებას. თქვენ წარმოიდგინეთ, ანუ 8 მილიარდი დახმარების 8 მილიარდი დოლარის დახმარებაზეც კი თავისი მხრივ უარს ამბობს ტრამპი და ამ ვითარებაში უკრაინელი ხალხის მედგარი ბრძოლისგან გამომდინარე ევროპული სახელმწიფოებისა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების დახმარებით უკვე ისე მიდის ვითარება, რომ შეიძლება ითქვას უკვე ბოლოხანებია აშკარად ახლა ამ ეტაპზე რომ ვილაპარაკოთ სასწორი უპირატესობის უფრო გადახრილია უკრაინის მხარეზე. თქვენ შეხედავთ ახლა ყოველ თითქმის უკვე თუ აქამდე შედარებით იშვიათი შემთხვევა იყო, ახლა უკვე ინტენსიურად ხდება რუსეთის ტერიტორიებზე სამხედრო ინფრასტრუქტურაზე შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მხრიდან და უკვე ინტენსიურად ისმის აფეთქებების ხმა მოსკოვში და პეტერბურგში. თქვენ წარმოიდგინეთ და ამ დროს უყურეთ რა ხდება, თვითონ პუტინი ხალხს ეუბნება რომ ვიმარჯვებთო, ახლა ამერიკა რა ვარია, რუსეთის მოსახლეობას ეუბნება ვიმარჯვებთო და ამ დროს ინტენსიურად ესმით
აფეთქებების ხმები რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მაცხოვრებელ ხალხს და მათ შორის მოსკოვსა და პეტერბურგში. ანუ აფეთქებები უკრაინის მიერ განხორციელებული შეტევებისა, ეს დრონები იქნება თუ რაკეტები, ძირითადად დრონების მეშვეობით. და ეს რუსეთის სიღრმეში, ხოლო რაც შეეხება მოსაზღვრე რეგიონებს, რომლებიც უკრაინას ესაზღვრება, იქ უკვე ბევრად უფრო ინტენსიურია და ბევრად უკვე თითქმის უკვე ინტენსიური სახე აქვს მიღებული იქ უკვე უკრაინის შეტევებს. ანუ შეიძლება ითქვას, რომ უკვე ამ მომენტისათვის ომი მიმდინარეობს რუსეთის ტერიტორიაზეც და უკრაინის ტერიტორიაზეც. ნუ მთლიანად ეს არის, რა თქმა უნდა, საშინელი ომი, საშინელი სისხლის მღვრელი ომი, ორივე მხრიდან დაახლოებით 600,000-მდე შეიძლება ითქვას ადამიანია დაღუპული, ნუ 500-600,000 უფრო ალბათ 600,000 და დაჭრილების რაოდენობა ალბათ დაახლოებით 800,000-დან მილიონამდე. ეს არის ძალიან დიდი ციფრი, ძალიან დიდი ტრაგედია, მაგრამ ეს ომი უნდა დამთავრდეს, მაგრამ ეს ომი უნდა დამთავრდეს უკრაინის სრული დეოკუპაციით და უკრაინის ტერიტორიების ანექსიის სრულად დამთავრებით. მთლიანად ყველა ტერიტორიის, რაც ამ მომენტისათვის დაკავებული აქვს რუსეთის ტერიტორიას აგრესიული ომის შედეგად. და ახლა სერიოზული მოვლენები მიმდინარეობს ასევე ყირიმის ტერიტორიაზე. ახლა შეხედეთ, უკრაინა ახორციელებს მასიურებულ შეტევას ყირიმის მიმართულებით